დედის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა აფხაზეთიდან დევნილ ხანდაზმულ ქალბატონს მარიამ ჩიქოვანს ესტუმრა და გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა. გია გვაზავამ დევნილ პედაგოგს უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა. მარიამ ჩიქოვანი ერთ-ერთი ღვაწლმოსილი პედაგოგია, რომელიც 50 წელი ერთგულად ემსახურებოდა საყვარელ საქმეს. წლების განმავლობაში ქალბატონი მარიამი აფხაზეთის სხვადასხვა სკოლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. პედაგოგიური საქმიანობის ბოლო 10 წელი კი სკოლის დირექტორად მუშაობდა. 99 წლის ქალბატონი პედაგოგისთვის ჩვეული სიმტკიცით იხსენებს აფხაზეთში გატარებულ პერიოდს, რომელიც როგორც თავად ამბობს, მისთვის ყველაზე ძვირფასი და ხირებულია. 50 წელი პედაგოგად მუშაობდი, ამ 50 წელში 10 წელი სკოლის დირექტორად მუშაობდი, საშუალო სკოლის სკოლაში ჩაი გავაშენე, ვენახი კიდევ მე სახელოსნო ავაშენე, ეს ყველაფერი იმისათვის, რომ პრაქტიკული გამოცდილება ქონოდათ ბავშვებს. ყოველთვის ვცდილობდი იმას, რომ ჩემი ასახძელი ახალგაზრდობა მოწაფეები კარგები ყოფილიყვნენ. ჩემი აღზრდილი ბავშვები ბევრი მუშაობს განათლების სამინისტროში. აფხაზეთში დაბრუნება მინდა, ჩემი სული და გული იქ არის. 3 მაისს ქალბატონი მარიამი იუბილარია, მას 99 წელი შეუსრულდება. ბატონმა გიამ მას დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრება უსურვა. 50 წელი მან ბავშვების აღზრდას მოახმარა, ესე იგი, როგორც პედაგოგმა, როგორც სკოლის დირექტორმა. და თქვენ ნახეთ, როგორც საღმრთოებაზეა, რამდენი სიბრძნეა მის გამოხედვაში და მის თვალებში და სიყვარული. სამაგალითოა მათი მხნეობა, მათი ძალა. კიდევ ერთხელ ულოცავ ყველა ქალბატონს დედის დღეს, 8 მარტს, გაზაფხულს